სიყვარულისა და ურთიერთმადიდებლისკენ მოგვიწოდებს. მე ამაყება, რომ ვარ იმ ქვეყნის შვილი, რომლის სულიერი წინამძღოლიც არის ჩვენი პატრიარქი ილია მეორე. ჩემთვის ეს ადამიანი არის იმედი. მისი არსებობა შემახსენებს, რომ მიუხედავად რთული სიტუაციებისა, ყველაფერი კარგად იქნება. ჩემთვის ილია მეორე არის ადამიანი, რომელიც გამორჩეულია თავისი განსაკუთრებული ღვაწლით და მსოფლიო ავტორიტეტით, რაზეც მეტყველებს საზოგადოებაში არსებული მის მიმართ ნდობის ხარისხი. პატრიარქის სახელთან არის დაკავშირებული ჩვენი როგორც ქართველი ერის, სულიერი აღორძინების რთული ეპოქა, ტოტალიტარული კომუნიზმის ხანიდან მოყოლებული, მყიფე დამოუკიდებლობისა და დღესდღეობით არამყარი დემოკრატიის პირობებშიც, პატრიარქის სიტყვა ამბიონიდან განამტკიცებს ერთმანეთში მორწმუნეებს და მკაფიოდ განუსაზღვრავს ერს მოქმედებას დროში, სულიერი ჭვრეტით რა თქმა უნდა. სანამ საქართველოს მეფე ეყოლებდა, ილია მეორე მეფეთ არის და პატრიარქიც. პატრიარქი ჩვენი ქვეყნის ღვთისგან კურთხეული წინამძღვარია, რომელსაც ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა ანდო უფალმა. თამამად ვიტყვი, რომ დღევანდელ გარემოში მისი გვერდში დგომა გვაძლიერებს ქართველებს. მისი ქადაგებების და ღვაწლის დამსახურებაა, რომ ქართველიერი ვინარჩუნებთ მართლმადიდებლურ ღვთისმყოფადობას. ჩვენ გვჭირდება პატრიარქი, რომ გაგვაძლიეროს და წინ გაგვიძღოს ყველა განსაცდელში. აქვე მსურს, რომ ჩემი მოგრძალებული მადლობა გადაუხადო უწმინდეს ჩვენზე ზრუნვისათვის და იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყნის და ქართველი ხალხის სადარაჯოზეა.